სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. სიტყვა თმული მამისა ჩვენისა, გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა, მე-13 კვირიაკესა ზედა. ძმანო მართლმადიდებენო ქრისტიანენო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყურადღებით მოისმინეთ დღეს საკითხული სახარებისაგან იგავ. უეჭველია კიდეც მიხვდით, რომ იმ იგავში უფალმან იესო ქრისტემან მიფარულად და საიდუმლოდ აღწერა ბოროტი თვისება, უნაყოფოება უმადურთა ებრაელთა. ვენახი იგი, რომელი დაასხა სახსა უფალმან, მიფარულად ნიშნავდა იუდეველთა ქვეყანას. სახლისა უფალი თვით ღმერთსა. სხუდე ვენახისა საწნახელი და გოდოლი, რომელი აღაშენა სახლისა უფალმან, მოასწავებენ ყოველთა მათ ხორციელთა და სულიერთა სიკეთეთა, მშვიდობასა, სიმდიდრესა, საღმრთო ჟულსა, მადლსა, რომლითა ღმერთმა შეზღუდნა და შეამკო ქვეყანა იგი ჰურიათა. რისთვის მისცა ღმერთმა ეგეოდენი მადლი ჰურიათა? იმიტომ რომ თავის დროზე გამოიღოს ნაყოფი, ესე იგი სარწმუნოება, სასოება, კეთილი საქმენი და სხვა. მაგრამ მათ ნაყოფი არ გამოიღეს და ნაცვლად ამისა, როდესაც გაგზავნა ღმერთმა მონანი თვისნი, ანუ წინასწარ მეტყვენი ნაყოფის მისაღებად, ჰურიანი მათს სიტყვას არ ისმენდნენ, ზოგიერთ მათგანს სცემდნენ, სტანჯვიდნენ, ზოგს მოკვლიდნენ. ბოლოს ღმერთმა გაგზავნა მათმან ძე თვისი მხოლოდ ჩობილი იესო ქრისტე. რათა უკანასკნელი ზომა მიიღოს, თუ შეიძლება მოაღწიოს იგინი და ნაყოფი გამოაღებინოს. მაგრამ ჰურიათა არ შეიკდიმეს მისიც, არამედ გამოიყვანეს იგი სავენახისა გარეთ, ესე იგი იერუსალიმით და ჯვარს აცვეს იგი. ესრეთი იყო უმადურობა და ბოროტება ერთა. ესრეთისა მათისა ბოროტებისათვის უფალმა გამოუცხადა, რაც დაემართებოდა მათ. ამისთვის გეტყვით თქვენ, ვითარმედ მიგიყოს თქვენგან სასუფეველი ღმრთისაი და მიეცეს ნათესავსა, რომელი ყოფენ ნაყოფსა მისსა. აჰარა საშინელი საჟელი მიეცა ჰურიათა. ღმერთი მათგან განეშორა. იგინი მოაკლდნენ მათსა და სასუფეველსა ღმრთისასა. სასუფეველი ღვთისა ახლა მოგვეცა ჩვენ ქრისტიანეთა. მაგრამ ჩვენც იმ პირობით, რომელი პირობითაც ჰქონდათ მიცემული ჰურიათა. ესე იგი, რათა გამოვიღოთ მისი შესაფერისი ნაყოფი. მაშა სადამე ნუ იფიქრებ ძმანო ჩემნო, რომ იგავი ესე დღეს საკითხული შეეხება მხოლოდ ჰურიათა. არა, ახლა ჩვენ ქრისტიანეთა უმეტესაც შეგვეხება და გვასწავლის იგი. ჩვენ ქრისტიანენი შევადგენთ ახლა ვენახსა ღვთისასა. ჩვენ ქრისტიანეთა მოგცა ღმერთმან უმეტესნი და უდიდესნი მადნი და სიკეთენი. ნაცვლად მოსეს ჟულისა ჩვენ შევზღუდნა ღმერთმან სახარებითა. საწნახელად ააშენა წმინდა ეკლესიაი და გოდოლად მაშინა დასდვა ცხოველსყოფელი თვისი ჯვარი. მასასადამე ჩვენგან ღმერთი მოელის უმაღლესა ნაყოფსა, რა ნაყოფი უნდა მივართვა ჩვენ ქრისტიანეთა ღმერთსა. წმინდა და მართალი და ობიწო ცხოვრება, აჰა ნაყოფი, რომელსა მოელის ჩვენგან ჩვენი ღმერთი. ვიდრემდის ჩვენ ვცდილობთ ესე ვითარისა ნაყოფისა გამოღებას, ჩვენ ვიქნებით შეყვარებულნი ღვთის ვენახი. აქ ერთი წუთით გავჩერდებით და რაღაცნაირად მინდა გავაკეთო პარალელი
ადრე როგორები იყვნენ ქრისტიანები, ეხლა ჩვენ როგორები ვართ, იმიტომ რომ სად ნახავ ეხლა ისე ცხოვრებას, რასაც ღმერთი ითხოვს ჩვენგან, ქრისტიანებისგან. დღეს არის ხსენება წმინდა მღვდელმთავრების ბარსისეს, ევლოგის და პროტოგენის. იმპერატორი ვალენტი მეფობდა 364-378 წლებში. ეს უკვე იულიანე განდგომილი კონსტანტინე დიდი შემდგომი პერიოდია, უკვე ქრისტიანობა იქადაგა, მაგრამ ეს იყო მწვალებელი. არიოზის მიმდევარი. ამიტომ ქალაქ ედესაში ეპისკოპოსი ბარსისე გადააყენა და მისმაგივრად დანიშნა მწვალებელი ლუპუსი. ლუპუსი თარგმანებით ნიშნავს მგელს. ის მართავს მგელივით იყო, დაერია ქრისტეს სამცხოს და ავიწროებდა მართლმორწმუნე ქრისტიანებს. და რა გააკეთეს ქრისტიანებმა? ტაძრებში აღარ დადიოდნენ. მღვდლებიც და ხალხიც გადიოდნენ მინდორში, იქ ატარებდნენ წირვას და ადიდებდნენ ღმერთს და მწვალებელთან ურთიერთობა არ ჰქონდათ. იმასთან, რომელიც დაადგინა იმპერატორმა ვალენტიმ. ცოტა ხნის წინ ერთ ეპისკოპოსს ამერიკაში მსახურობს ის ეპისკოპოსი, მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელია. ცნობილი ეპისკოპოსია თავისი ლიბერალური განწყობებით. კითხეს, პატრიარქი რომ მწვალებელი იყოსო, როგორ უნდა მოვიცეთო? და დაიწყო ლაპარაკი მორჩილებაზე. და თან ასამობდა თვითონაც ხვდებოდა, რომ სწორედ არ ამბობდა და წვალობდა. ნახეთ, ედესელმა ქრისტიანებმა რა გააკეთეს. დაუდგინეს ეპისკოპოსად მწვალებელი კაცი, ტაძრში არ შედიოდნენ. მინდორში იკრიბებოდნენ. იქ ატარებდნენ წირვას. რატო ვაკეთებ ეხლა ამ პარალელს? ჩვენ ძველ ქრისტიანებს უნდა ვგავდეთ. ეხლა მადლობა ღმერთს ჩვენ ეს პრობლემა არ აქვს საქართველოს ეკლესიას, სწორედ მიდის და ყოველთვის სწორედ მიდიოდა მადლობა ღმერთს, მაგრამ რა იცი ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება? მორჩილება იმას მიმართებს, ვინც ღმერთს ემსახურება. და თუ კაცი ღმერთს არ ემსახურება, იმის მორჩილება ჩვენ არ გვმართებს. ამის გამო გაბრაზებულმა ვალენტიმ იმპერატორმა გაგზავნა ეპარქი მოდესტოსი ედესაში, რომ ამოეხუცა ქრისტიანები. და უთხრა მინდორში რომ იკრიბებიან, რომ მიდას უყოლა დახოცეო. მოდესტი შინაგანად კაი ადამიანი იყო და არ უნდა ქრისტიანების დახოცვა. მართლმადიდებლების დახოცვა. და გავრცელა ხმა, რომ ვინც იმ დღეს მინდორში მივიდო და ყველამ დაეხოცათ. გაივსა იქ ოვრობა ქრისტიანებით. ის ვინც სხვა დღეს არ მიდიოდა, ისიც წავიდა. და დაინახა მოდის ქალი, ხელში უჭირავს შვილი. და სად მიდიხარო? მინდორში უნდა გავიდეო იქო, წირვაზეო. და ხო იციო რომ ეხლა უნდა დახოცონო, იქ ვინ შეიკრიბებითო. ხო სწორედ მაგიტომ მივდივარო, რომ მეც უცხონდეო. და ეს რაღაცო მიყავსო და ესეც უცხონდესო. ადვილად შევალთო დედაშვილი სასუფეველში. ამ მოვლენამ ისე დააფიქრა ეპარქი მოდესტოსი, რომ არ დახოცა ქრისტიანები. იმპერატორთან ჩავიდა და უთხრა, რომ თუ გინდა მომკალიო, მაგას ვერ შევასრულებო. და ერთ რამეს თხოვა, ეგ ხალხი საერთოდ გაუშიო და მარტო მღვდლები ვინც იყო იქ, ისინი დასაჯეო. და ამათის გამოთხოვა არა წამება, არამედ გადასახლება. 80 სასულიერო პირი გადაასახლეს და სადაც ჩაასახლეს, ყველგან პატივს მიაგებდა ხალხი, იმიტომ რომ ესენი იყვნენ ქრისტესთვის დევნილები. მერე ვალენტიმ ეს რო გაიგო, ორ-ორად დაყო
ყველა ორ-ორად გაუხშა სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა რეგიონებში და ზოგიერთს მოუსწრო იმპერატორის გარდაცვალებამ და გამოითხოვეს გადასახლებიდან ახალმა იმპერატორმა ყველა დააბრუნა თავიანთ სამშობლოში. და ევლოგი, რომელიც მასში ღვთელი იყო და გადაასახლეს, გახდა ისევ ედესის ეპისკოპოსი და ქალაქს ისევ დაუბრუნდა მართლმადიდებელი მელთავარი. ეხლა ამას რატო გიყვებით? ის ქალი მიდიოდა შვილთან ერთად, რომ წამებულიყო. დღეს ბევრი დედა შვილს არ აღვიძებს, რომ ძილი არ დაუფრთხეს, რომ წირვაზე წამოიყვანოს. და შენ შვილს თუ ქრისტესთვის არ გააღვიძებ, ცოტა ადრე წამოაყენე ფეხზე, რაღაცას არ მიაჩვევ, იმან რა უნდა გააკეთოს. მერე ეს ბავშვები გაიზრდებიან სამწუხაროდ, რომ გავლენ საზოგადოებაში, მით უმეტეს ეს იწყება, რომ ჩააბარებენ. და ხდებიან წარმართები. იქ მეგობრების გავლენის გამო, რაღაცეების გამო ატოვებენ ეკლესიას და იწყებენ ცოდვილ ცხოვრებას. კიდე ერთი მაგალითი მინდა გითხრათ. აი ძველად როგორ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და ეხლა როგორ ცხოვრობთ. აი როცა ამაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენი შვილები იმ დროს როცა უნდა იყვნენ ეკლესიაში, იწყებენ ცოდვილ ცხოვრებას. აი თინეიჯერებს და რაღაცას რო ეძახიან, აი მაგის მერე რაღაც პერიოდი ესე არის. აი გუშინ იყო ხსენება სპარსელი ქალწულის სირასი. იყო ქურუმის გოგო. მამამისი იყო ცესტაყვანისმელი, ჯადოქარი. და თავის შვილისაც ასავლიდა ჯადოქრობას. მიაბარა კერპსახურებთან და უნდა გაეზარდათ ქურუმი. მაგრამ ისე მოხდა, რომ სირა შეხვდა ქრისტიან ქალწულებს. და მათ სარწმუნოება გამოკითხა. სარწმუნოება რო გამოკითხა, გაუჩნდა სურვილი რომ გამختارიყო ქრისტიანი და ნახეთ რას აკეთებს. დაიწყო ლოცვა. დაიწყო მარხვა. მოიძია ფსალმუნების წიგნი და ფსალმუნებს კითხულობდა, მოიძია წმინდა წერილი და სწავლობდა მართლმადიდებლურ რწმენას. ეხლა ადამიანი მოზდილი რომ მოვა და ეტყვის, გეტყვის რომ უნდა მოვინათლოო და რო ეტყვი, უნდა მოგამზადო სანამ მოგნათლავ ქრისტიანობა გასავლო, ჩაიქნებს ხელს. ესო ცხოვრებას მირთულებსო და წავა მოძებნის ისეთ ღვთელს, რომელიც მაგას არ მოთხოვს. წესით ვერ უნდა მოძებნოს ეგეთი ღვთელი. და ყველა ღვთელმა უნდა უთხრას, რომ ჯერ უნდა ისწავლოს დიდმა სარწმუნოება და მერე უნდა მოინათლოს. ერთხელ ეს ქალწული სირა გახდა ავად. მივიდა და მართლმადიდებელ ღვთელს ეხება სპარსეთში. მე-6 საუკუნეში. უთხრა, რომ ტაძრიდანო გამატანეთო ქვიშა, მიწა. იმედოვნებდა, რომ თუ ამ მიწას აიღებდა, განიკურნებოდა. ღვთელმა უთხრა, შენ რადგან კერპთაყვანისმელი ხარო და ქურუმის ასულიო, ვერ მოგცემო მიწას, არ შეიძლება. ჩვენ რო ტაძარში მოვალთ და ღვთელი გვეტყვის კაბა ჩაიცვიო, რა უნდა ამ ღვთელს? ასმერჩის, ცხელა, იწყება განკითხვა, ეს გაპრანჭულია მოსული ნათლობაში, ახლა ტანსაცმელი არაცვია, შეუნდა ჩააცვა. რისისაც იწვალა წყალში ჩაუყარე ყველაფერი. და იწყებს დრტვინოს და მოუნათლავმა გოგომ ხმა არ ამოიღო. არ დაიწყო დრტვინვა და შესამოსელზე შეეხო ღვთელს. როგორც რადგან სახარებას კითხულობდა, აი ახსოვდა რომ ერთი ქალი შეეხო მაცხოვარს ჩუმად უკნიდან ტანსაცმელზე და განიკურნა. და განიკურნა. წარმართი. ჯადოქრის შვილი. ოღონდ ის ვიც ემზადება ქრისტიანობისთვის. ყველა მიხვდა რომ ეს მოინათლება. თავის ახლობლებიც ხედავენ რომ სირა ცხოვრობს ქრისტიანულად. და რა მოიფიქრა ეშმაკმა? თავის დედინაცვალი მივიდა, სხვებმა უთხრეს დედინაცვალს. დედინაცვალი მივიდა და ეუბნება რომ შენო
გარეგნულად ცესთაყვანისმელი დარჩიო და გულით ქრისტიანი იყავიო. გამორიცხულია. მეც ვარო ფარული ქრისტიანი ვატყუებს. ფარული ქრისტიანი ვარო, შინაგანად ქრისტიანი ვარო, მაგრამ გარეგნულად ესე ვიცევიო, იმიტომ რომ გაიგონო რომ ქრისტიანი ვარო, იქნებ წამებას ვერ გაუძლოო და აი მაგის რაღაცები ჩახლართულად უთხრა რომ ამ გულს გაუჩინა ეჭვი. ფიქრობს ახლა ეს ქალწული მოინათლოს და გამოაცხადოს სარწმუნოება თუ იყოს ფარული ქრისტიანი. ამ დროს ეცხადება უფალი და უხსნის რომ მუდამ მოინათლოს. მიდის ქალწული სირა ეპისკოპოსთან და ეუბნება მომნათლე. და ეპისკოპოსი ეუბნება რომ ჯერ ვერ მოგნათლაო. ნახეთ, ჟური ნასავლი აქვს. სასაულებს ახდენს, ჯერ არ მონათლულა. უფალი გამოეცხადა, მაგრამ ეპისკოპოსი ფთხილობს. იქნებ ვერ გაუძლოსო, ტანჯვასო და ამიტომ შესთავაზა ეს რაღაცა. განა უარი უთხრა ნათლობაზე. ნახეთ, უარი კი უთხრა, მაგრამ ნახეთ რა შეუნება. სახში აშკარად თქვიო რომ მე ქრისტიანი ვარო. გამოაცხადებო. სანამ მოინათლებიო. წარმართული ზეიმია, ცეცხლიანთია, მაგათვიწყო ცეცხლი ღმერთი იყო სპარსელებისთვის და სინემ ჩააქრო ცეცხლი. ღმერთი მოუკლა. გაბოროტა მამამისი, უთხრა მე ქრისტიანი ვარ, მე არ მწავს ამისი. ვერაფრით რომ ვერ გააგებინა შვილს, გვემა დაუწყო. მეორე დღეს აჩუქრებს შეპირდა. პატივს დაპირდა შვილს, არაფერს არ გეტყვიო, ოღონდ ისევ დაბრუნდიო და რომ ვერაფერს გახდა, მიუყვანდა მთავარ ქურუმს ქალაქის მმართველს თავისი შვილი. დაიწყო მისი წამება. წამებისგან ისე მოუძლურდა, რომ დასნეულდა და მიდიოდა სიკვდილის პირას, აი რომ გარდაიცვალო უკვე. და ღმერთს თხოვა, რომ ესე არ მომკლაო, რომ გარდავიცვალო სნეულებითო. შენთვის სისხლის დათხევის ღირსი გამხადეო. მოისყიდა საკნის ძველი, მივიდა ეპისკოპოსთან, მოინათლა ჩუმად და დაბრუნდა საკანში. ეს ყველაფერი მოხდა განიკურნა. ისეთი ლამაზი იყო ციხის მცველმა და ერთმა უფრო მის ქვეშევრდომმა გადაწყვიტეს რომ ძალა ეხმარათ. ერთი გაგიჟდა და ლოგინა ჩავარდა, მეორე მოკვდა ადგილზე. ვერ შეეხნენ წმინდა ქალწულს. და გამოუტანეს განაჩენი სახჩობელა. და რასაკეთებენ შეხედეთ. რომ დაკიდემე სახჩობელაზე რომ უნდა გაიგუდოს, აწევენ, მოუშვებენ, ეტყვიან, ცოცხლებში დარჩენა ხო არ გინდა? ეს იტყვის არა. კიდე ჩამოგჩებენ. კიდე რომ უნდა გარდაიცვალოს, კიდე დაცინოდნენ და ესე აღესრულა. ხლა მას ატო გიყვებით. ეხლა ესეთ ქალწულებს მოძებნისადმე. ეხლა გუშინ მოვდიოდი თბილისში. და სოფელ მუხრანში არის ცნობილი ჯადოქარი. ცნობილი ჯადოქარია რა. რო ჩავიარე მოვიარე გული დამწყდა. ახალგაზრდა გოგოები, ძირითადად გოგოები. დგანან რიგში დილის 7-ის ნახევარზე. 1 საათი ხომ მინდა რომ ჩამოვიდე და უკვე იქ არიან რიგში. ქრისტიანები ჯადოქართან მისულები. ის ჯადოქარი გახდა ქრისტიანი. გავაჩერე და უთხარი რომ ეს დაგუპოთ შვილო მე უთხარი. ამასთან კი არ უნდა მოხვიდეთ დასახმარებლად, ღმერთთან უნდა მიხვიდეთ. ყველას თავი აქვს ჩაღუნული, ყველა ხვდება რომ ღმერთს ღალატობს და მაინც იქ არიან. არავინ არ შემპასუხებია. ხო შეიძლება ვიღაცა თქვა რომ აი ეს ათელმხილველია, ყველა მიცის სადაც არის მისული. ქრისტიანები. ეხლა უფალმა რომ გითხრას, აბა სად არის ნაყოფი რომ ველოდები თქვენგან? რა ნაყოფი უნდა მოჩვენოთ? ამას იმიტომ გიყვებით. ეხლა ჩვენი ქალწულები, ჩვენი მრევლი, ჩვენი რა ვიცი, თბილისი. სად იყო მთელი ერთი თვე?
წირვაზე რო არ მისულა. ეკლესია რო არ გახსენებია. განმოსილი ირუჯებოდა ზღვაზე. და რანაირი ხალწული ხარ შედალოცვილო. შიშველი რო დადიხარ. ხლა ვიღაც გაბრაზდება. არა უშავს. ნახეთ რა წერია? ებრაელებს რო გაუგზავნიდა ღმერთი წინასწარმეტყველებს, ან ვინმეს რო ემხილებინა, იმაზე ბრაზობდნენ. ზოგი ჩაქოლეს, ზოგი გადახერხეს, ზოგი ცემეს. ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ ხო უნდა ვიყოთ ისეთები, რასაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს, ჩვენგან უფრო მეც ითხოვს ვიდრე ებრაელებისგან. მათ მოსეს ჟული ქონდა და ჩვენ ქრისტეს ახარება გვაქვს. ჩვენ უფრო წინა ვართ. ჩვენ ვართ ეხლა ვენახი, რომელიც დაასხა ღმერთის მარჯვენამ. ზოგიერთ გოგოს ხვენია, რომ თქვას ქრისტიანია. ზოგიერთ ბიჭს ჯვარს არ ატარებენ. ნახეთ იქ წავიკითხეთ ჩვენ რომ ეკლესია არის ვენახი და ვენახი საწნახელი არის ეკლესია და გოდოლი არის ჯვარი. ხალხს ჯვრის დარება აღარ უნდა. სოქს მაიმუნი კიდია, სოქს გველი, სოქს შვილდოსანი და რა ვიცი ვის რა კიდია კიდე კისერზე. ეხლა რომ ჩვენ გვითხრეს უფალმა, სად არის ნაყოფი, რომელსაც თქვენგან ველით, რა უნდა ვაჩვენოთ? მაგრამ მადლობა ღმერთს, აი როგორც ის დედა იყო, შვილით რო წავიდა, როგორც ირა ქალწული, როგორც გდელი ევლოგი და როგორც ხვები, ეხლაც არიან ესეთი ადამიანები, მადლობა ღმერთს და ამაზე დგას ეკლესია და ამის გამო კიდე გვითმეს ღმერთი. და ჩვენც ისეთები ვიყოთ, რა მოხდება? ჩვენ სიმხალს მივბაძოთ. გააგვიძე შული, ადექი წამოდი წირვაზეო. რომ ხო ეძინოსო კაცო, ჯე პატარაო. იმას შული წაიყვანა, რომ უნდა მოეკლათ იმ დღეს. და ამა ნახე როგორი მოქმედა მოდესტოსზე, იმპერატორს გამოთხოვა, იმპერატორის ბრძანების არ შესრულება ხალხო ნიშნავს, ეგრევე თავის მოჭრას. იმპერატორს უთხრა, რომ მოდი არ დახოცო ეს ხალხიო და გადააფიქრებინა. ჩვენ რესტორანში რო წავიდეთ და ძმაკაცებთან ვიქეიფოთ, დრო გვაქვს. და ღმერთთან მისვლის დრო არა გვაქვს. ეკლესიაში ვერ მივდივარო, ავათავარო და კაც მოიკითხავს სად არის და ძმაკაცთან უცესვოსო. ახაც მოდი შედალოცვილო, ესე იგი იტყუები. არ ახალ გულსფელი. მე რატომ მოგიყევით ეს აი ჯადოქარზეც? ადამიანები ზოგიერთ იწრას გვეუბნებიან ათენ ხილოთა რო იყო მის ოჯახში დაალაგდა სიტუაცია, ეს არის ტყუილი. ქრისტიანი გეუბნება რომ დაალაგდა ურთიერთობაო. კი არა დაალაგდა, უარესი მოხდება ცოტა ხანში. დიდ უბედურებას გადაეყრები. აი მაგალითები ვის უნდა მივბაძოთ? სირა ქალწულს. ეხლა რას არ არქმევენ ბავშვებს? ვინ დაარქმევს სირას თავის გოგოს? როგორი წმინდანია? რომ წაიკითხოს ბავშვი თავის წმინდანის ცხოვრებას, იტყვის რომ უნდა მივბაძო რაღაც ასაულებს იზავს. არა რაღაცას დაარქმევენ კასმარეთს დაარქმევს. შეიძლება დ დაარქმევს სახელი დ ბავშვს ერთიასო. მაგრამ წმინდანის აღეს არ დაარქმევს. ეხლა ჩვენ ქრისტიანი ხალხი ვართ. და ჩვენებზე შეიძლება ეს ითქვას. თავს ნუ მოვიტყუებთ. მადლობა ღმერთს ყველანი მონათლულები ვართ. რო თქვი მე რომ ხთელი რო ეტყვის კაცს რომ უნდა მოემზადო ნათლობისთვისო, რა უნდა ამასო და. ეპისკოპოსმა არ მონათლა და ნახე რა უთხრა, წადი სახში თქვი რომ ქრისტიანი ვარო. და უკვე წამებას რო უძლებდა და საპრობილეში იყო, მე იქ მონათლა. როგორ ფთხილობდნენ ძველები? ეხლა ვერ ფთხილობს. კაც ნათლობა უნდა და იმას დართობს, უი მორნათლაზე მეტი აღარ შეიძლება, ორას მაკაცებთან უნდა ეკეიფა, ბევრი წაიყვანა და იმას კი არ დადავს, რომ რა უნდა მოხდეს, როგორ მოხდეს, რა გააკეთოს, როგორ იცხოვროს მერე. ნათლია მორწმუნეში არჩიოს. ყოველ წირვაზე, ეხლა როცა გვდელი არის, არა, მაგრამ სადაც არის ეპისკოპოსი, ისმის ეცეცი სიტყვები. გარდა მოიხილე ღმერთო ზეცით და იხილე და მოხედე ვენახს ამას და განამტკიცე
რომელი დაასხა მარჯვენებან შენმან. თქვენზე ამბობს ეპისკოპოსი. თქვენ ხართ ის ვენახი, რომელიც ღმერთმა დაასხა, ღმერთის მარჯვენა. როდესაც გესმის ეს სიტყვები ძმაო, გაიხსენე რომ ქრისტიანული ერი, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია არის ახალი ვენახი ღვთისა და ჩვენ ყოველი ერთმამად ვართ მუშაკნი ღვთის ვენახისანი. ჩვენ ყველანი ღვთის ვენახის მუშაკები ვართ, მღვდელის და თქვენც. თქვენც უნდა იმუშაკოთ. ხოლო სახელდობრ ჩვენ ერი ქართველი და საქართველოს ეკლესია არის ერთი უძველესთა ვენახთა ღვთისთაგანი. ჩვენ უწირაზეს მრავალთა აწინელთა ქრისტიანებთა ერთა გვიწოდა ზეციერმან მამამან მუშაკად თავის ვენახში. აქედან საკუთრად შენთვის გამოდის ისწავლება, გაფრთხილება რომ არ დაემსგავსო იმ მეორე იგავში მოხსენებულ უფროს ძმას, რომელსა მამამ თვისმა უბრძანა წასვლა ვენახში და მუშაკობა და რომელმან აღუთქვა წავალო და არ წავიდა და მოატყუა მამა. თუ ჩვენ უწინარეს სხვათა წოდებულნი და წოდების მსმენელნი არ ვიქნებით კარგნი მუშაკნი, ამით სწორედ დავემსგავსებით მას უფროსა შვილსა და შევიქმნებით მტყუარნი ღვთის წინაშე, რომელიც განგვაშოროს ჩვენ ღმერთმან. ამინ. არის ესეთი იგავი, კიდე ახლა შეიძლება ვერ მიხვდით, რომელ მეორე ძმაზე ამბობს. უფალი ეუბნება ებრაელებს, მამის ნება ვინ შეასრულაო? ორ შვილს უთხრა მამამ, წადი ვენახში. ერთმა კი მამა წავალ და არ წავიდა. მეორემ პატარამ თქვა არ წავალო. მაგრამ მე შეცხო და წავიდა. და გააკეთა საქმე. უფროსმა ძე მამა მოატყუა. შეპიდა და არ გააკეთა და ჩვენ პირობა ხო დავდეთ თათლობისას, რომ ქრისტიანები ვიქნებოდით. ქრისტიანად ვიცხოვრებდით. ეს პირობა ხო უნდა შევასრულოთ. მათ ყურები ხო არ უნდა გამოვშტეთ. და ღმერთმა ინებოს რომ არც ერთი ჩვენთაგანი მათ ყურა ღვთის წინაშე არ გამოვშტეს. როგორც გაბრიელ ეპისკოპოსმა გითხრა, არამედ ვიყოთ ისეთები, რასაც ჩვენგანელის უფალი. წფელი ადამიანები, ნაყოფის გამომგებენი, უნდა გქონდეს სარწმუნოება და კეთილი საქმეები. ამ ყველაფერს უნდა სხვასაც გადავცემდეთ. ღმერთმა თავისი მადლით და კაცმოყვარებით მოგვცეს ეს ყოველივე ჩვენ. ამინ.